ზუზუთი ყვება არის ერთ-ერთი დამამშვიდებელი. არა მარტო ბავშვისთვის არის ეს მნიშვნელოვანი, არამედ დედასაც ძალიან ეხმარება ის, რომ ზუზუთი ბავშვს გამოყვებას. პირველ რიგში, როცა ლაქტაცია ხდება, საშუალოსნო იკუმშება და პირველ ეტაპზე მშობიარობის დროს მაგის დაჩქარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საშუალოს რა მალე შეიკუმშება, ტკივილს შეემსუბუქებს ეს დედისთვის და ძალიან დაეხმარება რეაბილიტაციაში. შემდეგ არის ემოციური კავშირი ბავშვთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია გარდა ფიზიკურ ფაქტორისა. ემოციური კავშირს, რომელიც მუცველში ჩამოყალიბდა, აგრძელებს ზუზუთი ყვება. და ზუზუთი ყვების დროს ეს ბავშვი ნდობა დედის მიმართ, ასევე ჭირვეულობის დროს დამშვიდება ფაქტორიც, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება ბავშვმა იჭირველოს, იწუწუნოს, იტიროს, მაგრამ როგორც კი ზუზუთს მივიცემ და ეს კანთან შეხება მოხდება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე. კანი კანთან შეხება ყოველთვის გახსოვდეს, ბავშვს ხელთათმანებს თუ არ ჩააცმევენ, ეს იქნება ძალიან დიდი პლუსი, იმიტომ რომ ხელთათმანი ვერ ეხება კანს და კანით ხდება რეალურად კომუნიკაცია დედასა და ბავშვს შორის პირველ ეტაპზე და აი ეს ემოციური დამშვიდებაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვის უცხო გარემოში ხვდება. ამფრთხალია შეშინებულია და ხშირად თავიდან ჭირველობენ და ზუზუთი ყვება ერთ-ერთი დამსამშვიდებელი მექანიზმით არის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი არის ის, რა რატო არის ახლა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი, ხო? აი რატო ვაქცევთ ამას ასეთ ყურადღებას და რატო ვუთმობთ ამდენ დროს იმას, რომ მაგალითად აი ზუზუთი ყვება პირველ ეტაპზე მაინც და არა რაც თუ ბოლომდე არ გამოდის მშობიაროშივე ხელოვნური ყვება არ ჩავთო. პირველ რიგში არჩევენ ხოლმე ხსენს და რძეს ერთმანეთისგან, რატომღაც, რაც ჩემი ეს არის პირველი შეცდომა, იმიტომ რომ ხსენი რძის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეებში მხოლოდ ხსენი გვაქვს, ჩვეულებრივი რძის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაველოდოთ რძის ჩადგომას იმისთვის, რომ დავიწყოთ ბავშვის გამოყვება. ხსენი არის ეს აძახიან ოქრო, ნუტრიციული, არის ძალიან მაღალი ცხიმის შემცველობა აქვს, არის ძალიან მაღალკალორიული, რაც როგორც კვლევებითაც არის დადასტურებელი, პირველი დღეების განმავლობაში 10 მილიგრამი ხსენიც კი საკმარისია იმის, რომ ბავშვი დანაყრდეს. ამიტომ იმაზე არ უნდა ვინერვიულოთ, რომ ცოტა გვაქვს ეს ხსენი, იმიტომ რომ ისედაც ცოტა უნდა იყოს იმდენად ცხიმიანია და იმდენად მაღალ ნუტრიციული, რომ მეტი არ სჭირდება ბავშვს, რომ ყველანაირი თავისთვის საჭირო ნივთიერებები მიიღოს. რაც შეიცავს დედის რძე ესეთ განსაკუთრებულს, ხო, მაგას ამბობდით და ხსენი არის პირველი, რასაც ბავშვი გასინჯავს, რომ დაიბადება. რძე არის აი ცოცხალი ორგანიზმი და არა რაღაცა შექმნილი, ხო, ხელოვნურად. შესაბამისად, ეს რძის შემცველობა იცვლება ბავშვის ზრდასთან ერთად და დღის მონაკვეთებშიც კი. პირველი ყვება ეხმარება ბავშვს რომ გამოფხიზლდეს, ბოლო ყვება ეხმარება ბავშვს რომ დაიძინოს. დღის რძე შეიცავს მეტ სეროტონინს, ღამის რძე მეტ მელატონინს. ასევე დედასაც მაგალითად, როცა ბავშვს აჭმევს და ღამეა, მელატონის მისი ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით გამოუშმავებს და როცა ბავშვი იძინებს დედაც.